სალამ, მე ვარ დრანგა, ეს არის ბიტანიკა შორტ, გადაცემა, სადაც კრიპტოსამყაროს მთავარ ამბებს მოკლედ და გასაგებად გიყვებით. დღევანდელ ეპიზოდში გაიგებთ რა ბედიელის კრიპტოს უნგრეთში ორბანის წასვლის შემდეგ, რატომ ყიდულობს იაპონური გეიმინგ კომპანია მილიონობით დოლარის სოლონას და როგორ გადაურჩა ბიტკოინი კვანტურ საფრთხეს პროტოკოლის შეცვლის გარეშე. 16 წლიანი მმართველობის შემდეგ ვიქტორ ორბანმა არჩევნები წააგო და ახლა უნგრეთში კრიპტოს ბედი წყდება. ორბანის მთავრობამ 2025 წელს კრიპტოს სერვისები ფაქტობრივად აკრძალა. რის გამოც რევოლუციას კი მოუწია იქაური ბაზრის დატოვება. ახლა კი როცა პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა, ევროკავშირის რეგულაციებთან დაბრუნების დიდი შანსი გაჩნდა. მართალია კანონი ჯერ არ შესრულა, მაგრამ პოლიტიკური კლიმატის ცვლილება ბაზარს დიდ იმედს აძლევს, რომ უნგრეთი კრიპტორუკიდან აღარ გაქრება. იაპონური გეიმინგ გიგანტი Wise სოლონას ტოპ-10-ში შეჭრას აპირებს. კომპანია უკვე $3 მილიონ ზემეთი ღირებულების სოლონა იყიდა და ახლა დაახლოებით 152,000 ტოკენს აკონტროლებს. მიუხედავად იმისა, რომ სოლონას ფასი ახლა $88 ფარგლებშია, მათ შეხედულებით ბევრად ძვირად საშუალოდ $127-ზე აქვს გაკეთებული. იაპონიაში კრიპტოაქტივების რეგულაციების გამარტივებამ მსხვილ კომპანიებს მწვანე შუქი აუნთო და Wise-იც პირველია, ვინც ამით სერიოზულად სარგებლობს. კვანტური კომპიუტერების საფრთხე ბიტკოინისთვის უკვე მოგვარებულია, თანაც ისე რომ ქსელში არაფრის შესვლა არ დაგჭირდებათ. მკვლევარმა ავიხულევიმ შექმნა Quantum Safe ბიტკოინის მუშა ვერსია. იმის მაგერად რომ ქსელში მასშტაბური და რთული განახლება მოხდარიყო, მან უბრალოდ ხეშბაზლები გამოიყენა. ეს ნიშნავს, რომ ვისაც კვანტური საფრთხის ეშინია, შეუძლია პირდაპირ დღესვე გამოიყენოს ეს სისტემა და თავისი ბიტკოინები კვანტური შეტევებისგან 100%-ით დაიცვას. ეს იყო ბიტანიკა შორტ, გამოიწერეთ ჩვენი პეიჯი, რომ არ გამოგიჩნდეს თავარი მოკლედ.